გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები. Ამ საკითხმა ქვეყნის განათლების სფეროში ახალი დისკუსიები გამოიწვია. საკითხზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენებითი ბარათი გასაჯაროვდა. მოხსენებით ბარათში წერია, რომ შემუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია. ასევე ნათქვამია, რომ სტუდენტების ჩარიცხვის წესს ახლა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს. თუ ამ მოხსენებას დავეყრდნობით, არ არის გამორიცხული, რომ აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა სკოლის ნიშნებით გადაწყდეს. ჩნდება კითხვა, როგორ შეინარჩუნებს განათლების სისტემა სამართლიანობას. ამ ხალხმა არ იცის, რომ განათლების სისტემაში რეალურად არის ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და თუ ის სხვა კომპონენტები, რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებენ, არ არის გამართული, ცალკე ერთი კომპონენტის რეფორმა არ არის ეფექტიანი. პირიქით არის ძალიან სერიოზული პრობლემების მომდანი. ექსპერტები შიშობენ, რომ თუ მიღების პროცესი უნივერსიტეტების შიდა სტანდარტებზე გადანაწილდება, დამკვიდრდება შერჩევითი სამართალი და დაირღვევა გამჭვირვალობა. და ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ შეიძლება ეს კიდევ უფრო უარესი სისტემა მივიღოთ, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგადი განათლების სისტემა ვერ აძლევს მოსწავლეებს განათლებას და ეს ამისი მტკიცებულებები არსებობს, როგორც შიდა ეროვნული შეფასებები, ეროვნული კვლევები, ისე საერთაშორისო კვლევები, ამ შემთხვევაში დამატებითი გამოცდების დანიშვნა სკოლის დონეზე არის იმის მოთხოვნა, რასაც სახელმწიფო ვერ ასრულებს. ჯერ სკოლები ისე არ არის განვითარებული, ეხლა განსაკუთრებით, როდესაც პარტაქტივის წარმომადგენლები არიან ძირითადად სკოლის ხელმძღვანელობა, დანიშნულები და პროფესიონალები იქ აღარ დატოვეს. აქ კიდე ძალიან დიდი კორუფციის და ნეპოტიზმის რისკი ჩნდება და უამრავი რისკი არის. გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, როდესაც ამთავრებ მე-12 კლასს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიძლება კატის გამოცდები გაუქმო, მაგრამ რაღაცა უნდა ჩაანაცვლო. ანუ გამოცდები უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ ევროპა და თუ გინდა არაევროპული ქვეყნები, იქ სხვა კულტურაა. იქ სკოლებში დიდი მომთხოვნელობაა და თუ სულ სხვა სისტემებია ჩამოყალიბებული. აქ სკოლებში პრაქტიკულად ძალიან დაბალი დონეა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მაღალი კლასელები მესამე საფეხურის სკოლაში დასწრება არის ძალიან დაბალი პროცენტი. ეს გამოიწვია ის კატის გამოცდები რომ მოხსნეს. არავითარ შემთხვევაში სკოლებში გამოცდების მოხსნა არ შეიძლება. ჯერ მაგ უნდა გავარჩიოთ ყველაზე სახიფათო საკითხი, რომ კორუფციული მომენტების შემცველია ძალიან დიდი. მოდით ეს ვთქვათ ჯერ. ეს რომ არ მოხდეს, ეს მოხდება აუცილებლად მოცემულ სიტუაციაში, იმიტომ რომ აგერ რამდენიმე ადამიანს არ აკონტროლებს სახელმწიფო იმ ერთიან ეროვნული გამოცდების ცენტრში, ანუ ის უშიშროება არ აკონტროლებს და ამდენ სკოლას თავის კერძო სკოლიანად 2600-ზე მეტ სკოლას გააკონტროლებს და მას რა ქვია 65,000 მასწავლებელს ვერ გააკონტროლებს და არც გააკონტროლებს. ევროპაში ვიცი, რომ სკოლებშიც არის ეს პრაქტიკა მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით საქართველოს განათლების სისტემა ჯერ არ არის ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად. ძალიან რეფორმირება გვჭირდება. სისტემის ჩემი აზრით განათლების სისტემას სჭირდება სერიოზული რეფორმირება. ამ სიტუაციაში ასეთი ტიპის რეფორმის გაკეთება ძალიან სარისკოა და დამატებითი ტვირთი იქნება, რისკი იქნება ისედაც განადგურებული განათლების სისტემის კიდევ უფრო დასამარების, ნეპოტიზმის და კორუფციის, იმის რომ რეალურად ამის მენეჯმენტს ვერ განახორციელებენ. დღეს ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ან ინსტიტუციური მეხსიერება, ან პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები გაატარონ. განათლების სამინისტროში ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ცვლილება რეალურია და მისი დამკვიდრება ქვეყნის განათლების სისტემას მთლიანად გარდაქმნის.